პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ წვლილზე, რომელიც ქვეყნის განვითარებაში მუსლიმ თემსში აქვს. თქვა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს მუსლიმ თემს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვამაყობთ თემით, რომ საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა, საქართველო არის მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანა. და ჩვენ ვამაყობთ თემით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და ჩვენ ერთად ვქნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ და ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. გასული 10 წლის განმავლობაში მუსლიმ თემს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა 250-ზე მეტი მეჩეთი, ასევე დაფინანსებით სახით მთავრობისგან გამოიყო 35 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმის გამოხატულება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსლიმი თემის წვლილს საქართველოს განვითარებაში. სწორედ ჩვენი ხელისუფლება და სახელმწიფოა ის, რომ ასეთი მსგავსი ტრადიციული ღირებულებებით დამოკიდებულება მუსლიმ თემისადმი არც რეგიონში, არც ახლო სამეზობლოში და შეიძლება ესე თქვას, ევროპაშიც კი თითით საჩვენებელია და ბევრი არ არის. ის უნიკალური ქართული ისლამის ფენომენი, რასაც ქვია შიიტების და სუნიტების, ქართველების, აზერბაიჯანელების, ქისტების ერთად ყოფნა, ერთ მეჩეთში როცა არის უნიკალური მაგალითი. 2014 წლიდან სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემისთვის გამოიყოფა დაფინანსება, რომელიც ხმარდება ძირითადად სასულიერო პირების რელიგიურ საქმიანობას, განათლებას, ისტორიული და მოქმედი მეჩეთების რესტავრაციას, ახალი მეჩეთების მშენებლობას და ასე შემდეგ. როგორც ისტორიულად დღესაც მუსლიმები დგავართ ქვეყნის სადარაჯოზე და არ დავიშურებთ ჩვენი წილი აგური დავდოთ ერთიანი ძლიერი ქვეყნის განვითარებისა და გამტკიცების საქმეში. ჩვენი სახელმწიფო ჩვენი საგრძენი და დიდი ოჯახია. როგორც ამ ოჯახის წევრები, ჩვენ ვალდებულები ვართ შევინარჩუნოთ ერთიანობა და სოლიდარობა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და საზოგადოებაში მშვიდობის განმტკიცებისთვის. ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის კეთილდღეობისათვის ერთობლივად მუშაობა და ჩვენი ღირებულებების დაცვა ჩვენი მთავარი ვალია. ჩვენის მხრივ სახელმწიფოს მიერ არჩეულ ამ ძვირფას გზას მხარს ვუჯერთ.